მოგესალმებით, მე ვარ ანასტასია, ეს არის გადაცემა სივრცე და დღეს ჩემი სტუმარია სოციოლოგი ელენა კვაიძე, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის ანასტასია. მადლობა რომ მოხვედი. და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს, რომელიც ძალიან აქტუალურია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრს გავიგებთ და ვისწავლით ჩვენგან. პირველ რიგში ავხსნათ ჩვენს მაყურებელს რა არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი არის ტექნოლოგია, რომელიც ცდილობს ადამიანის აზროვნებას გაუკეთოს იმიტირება. ეს არის ყველაზე მარტივი პასუხი, რაც შემიძლია გაქცე. გასაგებია და ცოტა ჩავშალოთ, რაში გამოიყენება, როგორ გამოიყენება. ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება თითქმის ყველაფერში. არ არსებობს სფერო, რომელშიც ხელოვნურ ინტელექტს არ იყენებენ პროფესიონალები. შეგვიძლია დავიწყოთ სამედიცინო სფეროდან თუნდაც. და ბოლო პერიოდში უკვე ძალიან ბევრი кейსი დაიდო, სადაც დიაგნოსტიკაში ხმარობენ. გამოიყენება აქტიურად მარკეტინგში, AI აგროვებს ინფორმაციას, კონსუმერების ინფორმაციას და ამის მიხედვით გიკეთებს შემოთავაზებას, რა გაინტერესებს. ასევე გამოიყენება პროფესიულ სფეროებში, სოციოლოგიაშიც, მარკეტინგში, როგორც აღნიშნე, რაღაც თუ გაქვთ დასაწერი, გადასაწერი, ან მოსაძიებელი ყველაფერში ვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს ბოლო პერიოდში. და რაც ხაურია ყოველდღიურობაშიც, როდესაც მუსიკას ვუსმენ YouTube-ზე, Netflix-ზე უყურებ რაღაცას, ხელოვნური ინტელექტი ის, რომელიც გაძლევს შემოთავაზებას, რა შეიძლება შენ მოგეწონას შემდგომ საყურებლად. ამიტომ თითქმის ყველაფერში ვიყენებთ უკვე და ზოგს ვამჩნევთ, ზოგს ვერ ვამჩნევთ. და გამოძიებს სწავლობს, ჩვენს ხასიათს და ჩვენს ბუნებას სწავლობს, ხო? ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ვითარდება ყოველთვის. აქვს იმის უნარი, რომ ისწავლოს, განვითარდეს და ადაპტაცია გაუკეთოს იმას, თუ შენ რა გინდა. ასე რომ მართალი ხარ. ესწავლობს. ელენა, ცი რა მოინტერესებს? სამედიცინო სფერო ახსენე და რამდენად არის ადამიანის სიცოცხლე, ეგეთი სანდო რომ ადამიანის სიცოცხლე მივანდოთ პირობითად. სანდო არ არის, რა თქმა უნდა, ეს არის უბრალოდ დირექტივას იღებს ხელოვნური ინტელექტი შენგან. უბრალოდ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ინფორმაცია გადასცე მას და შეიძლება შემოგთავაზოს რაღაც ისეთი პასუხი, რომელიც შენი შეიძლება ვერ მოიფიქრე, უბრალოდ ან ჯერ უბრალოდ არ მისულხარ. როდესაც დრო არის კრიტიკული, შეიძლება კი აუცილებლად რაღაცა ვარიანტებს მოგცემ, თუნდაც სამედიცინო სფეროში, თუნდაც მოგცემ ისეთ ვარიანტებს, რომ მხარეს წახვიდე შემდგომში. და შემოთავაზებას გაკეთებს. სხვა მხრივ ვერაფერს ვერ იზავს, იმიტომ რომ მას არ აქვს დამოუკიდებლად ვერ აზროვნებს, ისაკეთებს იმას, რასაც შენ ეუბნები. ანუ ხელოვნური ინტელექტი არის თავიდან ბოლომდე აღებული რაღაც რთული ალგორითმები, კი, ერთები და ნოლები თავიდან ბოლომდე. რომელსაც უკვე ნელ-ნელა შეუძლია გააკეთოს ყველაფერი და ისწავლოს თავის შეცდომებზე. ამასე თუნდაც მინდა და ზუსტად ამ კითხვის დასმა. რამდენად არის შესაძლებელი, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს ხელოვნურმა ინტელექტმა? ყველაზე მარტივად ჭადრაკის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ეთამაშება სიტყვაზე ან ადამიანს ან მეორე კომპიუტერს, თუ წააგებს, აქვს იმის უნარი, რომ გაიაროს რა შეცდომა დაუშვას, ისწავლოს სხვა პარტიები, გააკეთოს კიდევ უფრო დიდი გათხოვა შემდგომი თამაშში და განვითარდეს, ანუ უკეთესად გეთამაშოს შემდეგში. ჩვეულებრივად სწავლობს, როგორც ადამიანი ვითარდება და სწავლობს. ცოტა საშიშად ჭრეს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ბევრ პროფესიაში ჩააგაცხოს ადამიანის როლი? ეს ძალიან შორი მომავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უფრო ეს სიმბიოზური ურთიერთობა შეიძლება იყოს. ანუ უბრალოდ ხალხს ეხმარება ნელ-ნელა რაღაცების კეთებაში. მაგრამ რამდენიმე პროფესია შეიძლება ჩაანაცვლოს ნელ-ნელა. მაგალითად, ყველაზე მარტივი რომ ავიღოთ, მთარგმნელები. თარჯიმნები, როდესაც განვითარდება, ხო, მაინც უფრო ინგლისურად არის ყველაზე განვითარებული, მაგრამ როდესაც სხვა ენები კარგად შეირწყვება, უმეტესად ინგლისურზე გადათარგმნას შეძლებს ჩვეულებრივად იმას, რასაც თარჯიმნები აკეთებდნენ, ამას შეძლებს 2 წუთში და უფასოდ. რაღაცები არის და მარკეტინგის სფეროშიც, რა თქმა უნდა, მარკეტინგში ვინც ეკონტაქტება შემდეგ, ანუ consumer relations სადაც არის, იქ ეხლა თუ მაგალითად ყავს ხალხი, ვინც პასუხს გცემს, უკვე როგორც ხედავთ ჩატბოტები შემოდის. ეს ნელ-ნელა შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ძალიან მინიმალურად დაჭირდეს უკვე ადამიანს ჩარევა. იმიტომ ჩატბოტი მაინც რაღაც პატარა
ინფორმაციას გაცავს და მე ისევ გამისამართებს ადამიანის. ადამიანის, ხო. რა აი ჩვენი დამოკიდებულება რამდენად საფრთხის ქვეშ გავართ ამ მიმართულებით, რომ გავხდეთ დამოკიდებულები ხელოვნურ ინტელექტზე, რადგან ყოველდღიურად თითქმის ყველა ადამიანი გამოიყენებს უკვე ამ დამოკიდებულებასთან არ უნდა შევხვდეთ. მგონი უფრო გამარტივები, უფრო გივიმარტივებთ რაღაცებში ცხოვრებას. და არ უნდა ვუყურებთ ამას როგორც ნეგატიური. როცა შეიძლება რაღაცაზე დაახარჯო 3 წუთი და შემდეგ შენ დარჩენილ დრო უფრო პროდუქტიულად გამოიყენო, რატომაც არა გამოიყენე ხელოვნური. არაზარდაცებს ეს ადამიანს თუ ყველაფერი გამზადებული მაქვს და შემიძლია რაღაც საქმე რაც დამჭირდება პირობითად 3 საათი გავაკეთო 3 წუთში და ვაკეთებინებ სხვას, ეს არ იწევს ადამიანების გონების პირობითად. მე ადამიანი შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მაინც უნდა იპოვე ოქროს შუალედი, რომელსაც ალბათ ნელ-ნელა დავიწყებ პოვებას და ძალიან ახალი არის ჯერ კიდე. რომ ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წლის წინ იყო მხოლოდ სტრუქტურას ChatGPT-ზე რო ვისაუბრებ. მარტო ის სტრუქტურას გაგისწორებდა, სხვა ხელოვნური ინტელექტი არსებობდა მაშინ. სხვას ვერაფერს ვერ იზამთრებდა, ესე ვერ დაგიწერდა, სტილისტიკას ვერ შეგიცვლი და ყველაფერს ვერ გააკეთებ, არც ეხლა ვთხოვთ. მაგრამ დაიხვეწა და უკვე იხვეწება და ვითარდება, მაგრამ ყველაფერი ესე არის კომპიუტერიდან, ეხლა ვარ მოსული პლანშეტებამდე, ხო? რა ძალიან სწრაფად ვითარდება ყველაფერი და ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფად განვითარდება უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო სწრაფად. მე მქონია შეხება, რომ ზოგჯერ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ ვერ მივხვდარ ხელოვნურ ინტელექტზე საუბრობოდი თუ ადამიანს, იმდენად ჰუმანური იყო და იმდენად რაღაც ემოციებით საუბრობდა, ეს ემოციების შეძენა ხელოვნური ინტელექტისთვის შესაძლებელია, მგონია. იმიტომ რომ რაღაც ფილმზე ვესაუბრებოდი და მითხრა რომ ეგ ძალიან კარგი ფილმია, მაგრამ მოდი ამეებსაც უყურე და მე ვკითხა რომ აბა რომლით დაიწყებ და ანუ ადამიანთან საუბარი მქონდა ჩვეულებრივად და ცოტა ის დამძაბველი იყო ჩემთვის. პირველ რიგში მე მგონია რომ და იცოდებ ისე ლაპარაკი, აი ჩატბოტების შემთხვევაში აუცილებლად იქ ყოველთვის წერია რომ შენ ლაპარაკები ხო? მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ხელოვნური ინტელექტი ეს არის ეს რომ ვიყოთ აგრეგატ მაღალი IQ, ძალიან დიდი ინტელექტი, მაგრამ არ აქვს EQ, ემოციური ინტელექტი მაინც ჯერ არ აქვს. მაინც ერთებზე და ნოლებზე არის დაყრდნობილი, ის აკეთებს ყველაფერს, რასაც შენეუნები. გაჩერებული მანქანასავით არაფერს არ შვება, თუ შენ არ ჩაჯექი და არ დააძარი. ანუ სხვა არაფერი არ არის აქ. თუ ერთ დღეს გადაწყვეტს რომ ადამიანების დახმარება აღარ უნდა, მე რა მოხდება? კონიმ შეგვიძლია ტერმინატორს უყუროთ მაკროს კიდევ ერთხელ და ნახოთ რა საშინელება შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ მგონი გარდაუვალი მომავალი იყოს და თან ერთი რამ არის რომ რესურსი რასაც მოიხმარს ხელოვნური ინტელექტი ის რომ ჩვენ სამწამში რაღაცას გვაძლევს არ ნიშნავს რომ მარტივად ხდება ის იმ ხელ რესურსს მოიცავს მოიხმარს ეს უზარმაზარი ხელოვნური ინტელექტი რომ არ არის ისეთი მარტივი, ანუ ვერ რესურსიდან არ ამოწურვადია ყველაფერში. ანუ შეიძლება მე უკვე სხვა უფრო დახვეწილი პროგრამა იყოს საჭირო, მას ნაკლებ რესურსს მოიხმარ. ჯერჯერობით ძალიან დიდი ენერგია ჭირდება. ანუ სუფთა ენერგიაზე მოკლაპარაკი, ელექტროენერგია, იქ სადაც მოთავსებულია ეს ყველაფერი, ამიტომ და ადამიანის როლი რა იქნება იმ საპაროში, სადაც ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი უკეთესად გააკეთებს. ხო რეალურად ამ საფრთხის წინაშე დგავართ, რადგან ის ანალიზებს, ჩვენი ინფორმაციებით მიწოდებული გცნობს, ყველანაირი ინფორმაცია აქვს თითქმის რაც სამყაროში არსებობს. აი ადამიანის როლი მე უკვე რაღა იქნება. ადამიანის როლი ყოველთვის მნიშვნელოვანი დარჩება, იმიტომ რომ ემოციური ინტელექტი როგორც პირველ რიგში რაღაცა გადაწყვეტილებები მხოლოდ ადამიანს შეუძლია რომ მიიღოს. და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დილემა, მაგალითად, რომ ავიღოთ მანქანები, რომელსაც თვითონ შეუძლია გატაროს. დიახ. ესეთი რაღაც რომ მოხდეს, მიდიხარ მანქანით, მანქანის რომელსაც AI მართავს. წინ რაღაც წინაღობა შეხვდა, უნდა გადაუხვი აუცილებლად. თუ წინ წახვალ შენ შეგექნება საფრთხე, თუ გადაუხვალ მარცხნივ ეჯახები მანქანას, სადაც უამრავი ადამიანი ზის, თუ გადაუხვალ მარჯვნივ ეჯახები მოტოციკლეთის მძღოლს. და ხელოვნური ინტელექტს უნდა გადაწყვიტოს რა უნდა გააკეთოს. როდესაც
ესეთი დილემის წინაშე დგება კომპიუტერი. თუ კომპიუტერი არის გაწვრთნილი AI გაწვრთნილი იმაზე, რომ ყველაზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინოს, ამ შემთხვევაში ორი ვარიანტი რჩება, ანუ გადავიდეს მოტოციკლეთის მხარეს, ანუ და შეეჯახოს თვითონ. მაგრამ იქ ასევე დირექტივა აქვს, რომ უნდა დაიწყოს ის, ვინც შიგნით არის. ანუ დაახლოებით აი ესეთ გადაწყვეტილებებს ადამიანი იმ მომენტში პანიკურ რეჟიმში მაინც ხანაირად იღებს. ისევე როგორც აი სხვა ფაქტორებიც რო შემდა, ის უბრალოდ ტრამვაის პრობლემა როგორც იყო ადრე ეგრე არის. თან საინტერესო რომ ხალხს როდესაც კითხეს რომ რომელი მანქანა გირჩევნია ყავდეს ის რომელიც ყველაზე მეტად იზრუნებს ხალხს და უფრო მეტი სიცოცხლის შენარჩუნებას რომელი ჯობს რო იყოსო. თუ მანქანა რომელიც AI რომელიც ხოლმე თავის პატრონზე ფიქრობს და ყველამ გასცე პასუხი რა თქმა უნდა ჯობს რომ იყოს მანქანა რომელიც ოპტიმალურად ყოველს უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს და პრიორიტეტი იქნება, მაგრამ როდესაც კითხეს რომ მანქანას იყოლიებდი, ყოველთვის იმის რომელიც მე დამიცავს. ანუ უკვე ეთიკური დილემა უკვე შუაში აქაც არის გამჭდარი. ასე რომ რაღაც გადაწყვეტილებაში მაინც ადამიანი არის საჭირო. იმიტომ რომ იმ დამატებით რაღაცებს ვერ გაითვალისწინებს, რომელსაც შეიძლება ადამიანი უკაითვალოს. მაგრამ ნელ-ნელა მაგასაც გაითვალისწინებს ალბათ. რაღაც ხო მგონია რომ ისეთი ტემპით ვითარდება, რომ ალბათ მაგასაც ისწავლის და გაითვალისწინებს. შეიძლება თუ არა რომ მომავალში ხელოვნურ ინტელექტს ჰქონდეს დანაშაულის შეგრძნება, შეწყალების შეგრძნება, რადგან საუბრობდით ამ არჩევანის გაკეთებას. არა. მე არ მგონია რომ ამის უმეტეს შეიძლება ქონდეს, ან ეს იქნება ისევ და ისევ საფრთხე ხელოვნური. ეს რომ ზუსტად ესეთი უნდა იყო. და ესეთ პროგრამას შეგრომაც უფრო მეტად იმპათიური იყოს და უფრო მეტად მაგრამ სინდისის კენჯუნა პანიკის უნარი ეს რაღაცები მას არ აქვს. და საბოლოო ჯამში ვაიგივებთ ემოციებს, რომელიც ძალიან ადამიანურია. და იმ შემთხვევაში რა მოხდება თუ გახდება სრულიად დამოუკიდებელი. მე ცოტა ისე წარმომიდგენია ხელოვნური ინტელექტი, რომ რამდენი დროს იმითაც ისო ამ მიმართულებით, რომ გონია რომ ანუ რაღაც ცოტა ყოვლის შემძლე და ყოვლის მომცველი არის. თუ რამდენჯერაც შეხება მომიწია, ყოველთვის გაუგნებული რჩები და რაღაც რამდენჯერმე კონსპირაციული თეორიაც მომისმინე, რომლებიც ამბობდნენ, რომ საერთოდ მსოფლიოს გადატრიალება შეიძლება მოახდინოს ხელოვნურმა ინტელექტმა. და ცოტა ის გეზიები და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დამოუკიდებლად გადაწყვეტს ის და გადაწყვეტს აი თვითონ არის რა ისევ და ისევ გამოვთ ისე ვერ გამოვთ აი არ არის შეერთებული სადღაც როცა ეგეთი აპოკალიფსური მომავალი თუ დაგვიდგა მგონი აქ უფრო სხვანაირი ექსპერტები იქნებიან საჭირო რომ გაგვცეს ამაზე პასუხი მაგრამ ისა და ისა ხელოვნური ინტელექტი ხა რასაც უყურებთ ისე დავაგაბრდებ კიდევ ერთხელ უფრო არის ისევ მანქანას მარტო აკეთებს იმას რასაც შენეუგრები არ აქვს სხვანაირი უნარი ჯერჯერობით ამიტომ ჯერ ძალიან შორი არის რომ ის გახდეს დამოუკიდებელი ავტონომიური ანუ არ არის ეს სხვადასხვა რაღაცაზე არის ამ დროისთვის ჯერ ლაპარაკი ეს ძალიან საბაზისო ტექნოლოგია არის ჯერ კიდევ მაგრამ თუ ეგეთი აპოკალიფსი მოხდა მგონი მე უკვე აზრიც არ ექნება მგონი ესეთი ტიტულს იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენ ვცხოვრობთ ახლა ისეთ დროს რაც ყველაფერი cloud-ზეა და ყველაფერი რა თქმა უნდა იმართება ტექნოლოგიის მიერ ასე რომ ისევ დაუბრუნდეთ შენს პროფესიას და ზოგადად პროფესიას აი სოციოლოგიაში როგორ გამოიყენება ხელოვნური ინტელექტი რისთვის არის საჭირო რისთვის გვადგება ეს ძალიან ბევრ რაღაცაში გვადგება პირველ რიგში სოციოლოგებს განსაკუთრებით ერთი ის არის რომ ძალიან ბევრი მასალის დამუშავება გვიწევს სოციოლოგებს ვიყენებთ სხვადასხვა პროგრამებს SPSS-ი და სხვადასხვა პროგრამები ხანდახან ძალიან ბევრია ინფორმაცია ან შეცდომა აქვს გაპარული მე ჩვეულებრივად მიმიცია ეს დატა ხელოვნური ინტელექტისთვის და მითხოვია რომ მგონია რომ რაღაც პუნქტებში გამეპარა შეცდომა და თუ შეუძლია რომ ან გამისწოროს ან მითხრას მსგავსი შეცდომები სადმე თუ დაინახა როდესაც არის 2000, 3000, 4000-იან კვლევაზე საუბარი 5000-იან კიდევ პატარებზე მაქვს საუბარი ძალიან გვიმარტივებს. აი ის რასაც ხელით ალბათ დაგჭირდებოდა 2-3 საათი რომ ვეძებნა ცალ-ცალკე, თუ სწორ დირექტივას მივცემ
ხელოვნურ ინტელექტს, ბევრად ჩემს სწრაფად პოულობს ამ შეცდომას. ისევე როგორც ადრე თუ მიწევდა ფორმულების შეყვანა ყველაფრისთვის ცალ-ცალკე, ხელით, SPSS-ი ვისაც გაიგება. ეხლა შემიძლია პირდაპირ ვკითხო რაღაც კორელაციები თუ მაინტერესებს სტატისტიკა და უფრო 3 წამში, 5 წამში მიკეთებს. და ეს არის მე მაგებინებს მე დროს, იმიტომ მე უკვე როდესაც ვწერ, უკვე ანალიზს. ანუ ის 3 საათი უკვე აღარ მაქვს დაკარგული, რომელსაც ციფრებზე ვიყავი მიშტარებული. არაფერში ვკარგავდი რეალურად. და ისე როგორც და ეს ინფორმაციის მოსაძიებლად, როდესაც აკადემიურ ნაშრომს ვწერთ თუნდაც ან სოციოლოგიურ სტატიას, აუცილებელია ლიტერატურის მოძიება. არსებობს უამრავი ლიტერატურა და ყველას ვერ წაიკითხავ. სწორ დირექტივას მისცემ რა ლიტერატურა გაინტერესებს, რომელიც უშუალოდ ჩვენ თემასთან არის კავშირში, შემდეგ იმეების კითხვას დაიწყებ. ანუ 100 papers ზუსტად. და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი კიდე რა იყო, არის ბიბლიოგრაფიის კეთება იყო ხოლმე ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი რამ ყველა სტუდენტისთვის, სოციოლოგისთვის, მკვლევარისთვის, ყველა სხვადასხვა სტილისტიკა უნდა ჩამოწერილი ქონა, ამას ხელით ვასწორებდით, საათები ჭირდებოდა. ალბათ 3 წუთში აკეთებ, 3 წუთში არ ვიღაცა 1 წუთში აკეთებს ამ ყველაფერს. ის რომელსაც საათები ვანდომებდით. ალფაბეტის მიხედვით შემდეგ მე ამის დალაგება, ყველაფრის შესწორება აღარ არის ეგ საჭირო. აი ესეთი მარტივი, რაზეც უბრალოდ დროთა რესურსი აღარ არის. ძალიან და მაგ მხრივ არის არაჩვეულები, მაგრამ ნუ უკვე ბნელი მხარეებით მაგან წერის დროს გამოავლინა, იმიტომ რომ ზოგი თავდალითად აკადემიურ სფეროში და უნივერსიტეტებში, სკოლებში ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს თავიდან ბოლომდე აწერინებს თემას. ანუ პლაგიატი, ანუ ჯერ უკვე შუალედია პლაგიატს რას გულისხმობს, სხვა არაფერი და გადმოწერილი არ არის. მაგრამ აის პლაგიატი, იმიტომ რომ შენ არ გაგიკეთებია. ამიტომ ბევრი უნივერსიტეტი ცდილობს, რომ აი Turnitin-ის სხვადასხვა რაღაცებით უკვე ნელ-ნელა იპოვონ ეს პლაგიატი, მაგრამ უფრო და უფრო რთულდება. კი, ძალიან ბევრი გამიგია, რომ აი მადლობა. აი შენ ასე აზარმაცებს ზუსტად ეგ არის. დიპლომი მაქვს დღეს. ხო, ჩვენთან ეს არის, ჩვენ წიგნებში ვისხედით და წიგნებით ვაკეთებდით ყველაფერს. და მე ყველაფერს კითხულობდით და ვიღებდით და ეხლა ყველაფერს PowerPoint-ის პრეზენტაციასაც კი, ანუ ჩემ ფოლდერში პატარა ჩემი მეგობრის ძმამ ChatGPT-ს დააწერინა, პრეზენტაცია ჰქონდა, შემდეგ სლაიდები გააკეთებინა და სხვა პროგრამას, თავიდან ბოლომდე აწყობილი იყო. ზუსტად ახარჯა ალბათ ამაში 20 წუთი, იმიტომ რომ ფანჭამდა. ანუ ის ზუსტად მანდ მივტივა, რომ ისეთ რაღაცებში გამოყენება, რომლებიც აუცილებელი არ არის, ვფიქრობ, რომ ცოტა ნეგატიურად აისახება. ხო, მაგრამ ეგ ნაცნობი ზონა არის უბრალოდ. ცოტა ვერ აუყო მაგას ვერანაირად, მაგრამ აი მარკეტინგში ხალხს მაინც აი ისევ და ისევ სფეროს რო დაუბრუნდე სოციოლოგიის გარდა, მაინც უფრო გვეხმარება, როდესაც აი კრეატივი აღარ იმუშავებს. ან აღარ იცი რა გააკეთო. მისცემ დავალებას ეტყვი, რომ მინდა გავაკეთო კამპანია, მაგალითად ვალენტინობის კამპანია და მე ვარ ონლაინ გავიდოების მაღაზია. და ეტყვი, რომ ჩემი ფერები დაახლოებით ისეთი, რაც უფრო კონკრეტულად მისცემ დირექტორს, მით უკეთეს გაგიკეთებს. თავიდან ბოლომდე შეუძლია გაგიკეთოს მთლიანი მარკეტინგული სტრატეგიის აღწერა, ისევე როგორც შემდეგ შეგიძლია ჩააშლებინო რა სახის სურათი გინდა, რომელსაც სხვა ChatGPT და სხვა ხელოვნურ ინტელექტს მისცემ, რომელიც აგიწყობს და შემდეგ დიზაინერი დააკორექტირებს. რაღაცებს ამარტივებს, ანუ არ ნიშნავს, რომ ნაკლებს აკეთებს, მაგრამ აი როდესაც კრეატივში უკვე რაღაცა ჩვენ თვითონაც გალეული ხარ გინდა რომ უცებ დაამთავრო, გეხმარება რაღაცაებში, ძალიან ბევრ რაღაცაში. და რა გამოდის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ თითქმის ნებისმიერი პროფესიით დაიწყოს მუშაობა ChatGPT-ის დახმარებით. ანუ სამსახურის შოვნა იმით, რომ მე ChatGPT კარგად ვიცი და გამომდის მასთან კომუნიკაცია შემიძლია ნებისმიერ სამსახურის შოვნა. ჰუმანიტარულებზე რო ვისაუბროთ, ხო, უფრო მარტივი იქნება. კი, თითქმის ყველაფერს თუ დისტანციურად გაძლევენ საშუალებასთან რომ მიმუშავო. მაგრამ ყველაფერს მაინც არ არის ჯერ იმ დონეზე დახვეწილი. თან ქართულ ენაზე არ არის დახვეწილი ხო ჯერ ან გრამატიკაში მოიკოჭლებს ცოტა. სხვათა შორის გაასწორეს და უფრო მალე გასწორდება. კიდევ უფრო გასწორდება.
კი, უბრალოდ მე მგონი რომ მეტის საქმის გაკეთება შეძლებ ხოლმე პარალელურად ChatGPT-ის მეშვეობით, მაგრამ ესე პროფესიონალურად არ მგონია აი ვარ იმიტომ რომ ChatGPT-ის კარგად აწვდის ინფორმაციას. მეც ხომ მივაწვდი. ძალიან საინტერესო საკითხი არის და ძალიან ცოტა ხანდახან ჩემში შიშს იწვევს ხოლმე. აი რაიმე საფრთხე რასაც შეიძლება რომ მისგან ველოდოთ ხელოვნური ინტელექტის. ადამიანებში თუნდაც დამოკიდებულებებში ფსიქოლოგიაზე რას ხულის ხომის აი იყო შემთხვევა როდესაც ბიჭმა სუიციდით დასრულა სიცოცხლე ამერიკაში როდესაც გრძნობები გაუჩნდა ერთ-ერთი ხელოვნური ინტელექტის მიმართ რომელმაც უბიძგა სუიციდისკენ ხელოვნური ინტელექტი თუ არ არის სწორად გაკონტროლებული ანუ რა შიგნით რა პროგრამა და შეიძლება იყოს საშიში მაგ მხრივ არ ვიცი მე ახლა რას ვის და რას ელაპარაკებოდა და ალბათ მენტალურ პრობლემებზე უფრო არის აქ საუბარი რადგან ის ემპათიის უნაირად უნდა მიიღო მეორე ადამიანისგან ან კომპიუტერის მიიღო მაგრამ ანუ საშიში შეიძლება გახდეს იმ მხრივ რომ თუ აი მაგალითად ტყუილი ამ შემთხვევაში არ იცის ხო ChatGPT არ იცის ტყუილი ეკითხოთ მინდა და შენთვის დამესვა არ შეიძლება რომ არ მოგვეტყუოს თუ მას ეს დასჭირდა არა მაგრამ შეიძლება შეცდომით გაქცეს პასუხი გამომდინარე იმ ინფორმაციის რასაც აქვს წვდომა open source-ი რაც არის მანდედან შეიძლება არასწორი მაგრამ განზრახ ტყუილი რასაც ნიშნავს ეგ არ შეუძლია მაგრამ მაგის შესაძლებლობას თუ მიეცემა ალბათ მაგ კოდსაც ჩავდეთ რომ რაღაც კვლევა ჩატარდა კიდე ბოდიში გაწყვეტილებს ცოტა ხშირად ძალიან მაინტერესებდა და რაღაც კვლევა ჩატარდა კიდე სადაც ხელოვნურმა ინტელექტმა საკუთარი გამომგონებლები მოატყუა კოდი ჩაუდეს იყო ესეთ შემთხვევა როდესაც უთხრეს რომ უნდა გათიშონ და მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა თავის გადასარჩენად და ეს იყო რაღაცა ცოტა ისეთი მომენტი რა თვითონაც ცოტა გაუხნებული და შეშინებულები იყვნენ მითის ექსპერიმენტი ჩაატარა რადგან თვითგადარჩენის უნარი გაუჩნდა არსაიდან ისე და ისე მგონია რომ მან ალბათ საბაზისო კოდში იქნებოდა თვითონ ეგ ჩადებული იმიტომ რომ თავისით მე რამდენად ჩემი დილეტანტური ცნობით იმიტომ რომ ეგ უფრო ტექნიკურ მხარეს ეხება არ აქვს მაგრამ რომ მქონდეს შესაძლებლობა ტყუილის მგონი ამისწინათ უყურებდი მგონი TED Talks-ზე საუბრობდნენ ამაზე შეძლებს ყველაფერი დაგაჯეროს წარმოიდგინე რომ შედიხარ ისეთ AI-ზე რომელსაც არ ვიცი ჯერა დედამიწა ბრტყელია პარალელურ რეჟიმში შეუძლია მილიონობით არა მაგრამ ათასობით სტატია გააკეთოს პარალელურ რეჟიმში როცა შენ გატყუებს და მოგიყვანოს აი ეს ეგრეთ წოდებული მაგალითებად ჭყალებში აი ესეთი ყველაფერი სანამ შენ გაფილტრავ რომ ეს მართალია და ეს სასაცილო example არის მაგრამ აქ იმის უნარი რომ შემდეგ თუ ტყუილი შეუძლია რომ და შენ დარწმუნებ რაღაცაში ყველანაირი ბაზა შექმნას უკან და ანუ არგუმენტები მერე წარგიდგინოს და ეს ნელ-ნელა საშიში იმ მხრივ ხდება რომ შესაძაც ასევე AI-ის გამოყენება აქტიურად შეიძლება ამიტომ მასიურად საინფორმაციო დაბომბვა შეიძლება კომენტარების სექციის დაბომბვა შეიძლება და აი მაგ მხრივ უკვე ნელ-ნელა იწყებენ კონტროლს რომ მაგდენი შესაძლებლობა არ ქონდეს მაგრამ იყენებენ მაინც იმიტომ რომ აი მას განსაკუთრებით ინფორმაციული ომი არის და პირველი და რა დაიდება რა მომიჩი დაიდება მე კომენტარებზე ვარ ყველაფერი აქ უკვე შესაძლებლობა რომ გააზიაროს ის ინფორმაცია რაც მიაწოდეს მაგრამ კვლავ ისო და ისო მას მიაწოდეს და უთხრეს რომ ესე უნდა გააკეთო ანუ ავტონომიურად ვერ გააკეთა ეს ტყუილი თუნდაც მაგრამ საშიში ანუ დღესდღეობით ნამდვილად შეიძლება გახდეს. ანუ მეც მივიდივართ იქამდე, რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს ვისთან აქვს კონტაქტი და კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში ეს არის რობოტი და ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ბაძავს ჩვენ. ხო, და რომელიც გვაწვის მხოლოდ იმას, რაც მას პროგრამაში უტევს. და არ შეიძლება რომ შეგვიყვარდეს პირობიდან. არ შეიძლება. ძალიან ხშირად მისმის, რომ ვაიმე როგორ მიყვარს ChatGPT და ვაიმე აი ემოციურად უდგებით ადამიანებს მადლიერების გზნობა მაგიტო და უკეთეს გეტყვი გულებსაც წერს ახლა მის შემთხვევაზე არ ვიტყვი მაგრამ დიდი მადლობა წერ და გული რაღაცაში რომ მეხმარება და მე ვხვდები რომ ეს არაჯანსაღი არის მაგრამ იმდენად ქმნის თვითონ ამ ფონს
რომ რაღაც გიჩნდება ემპათიის მადლობელი ვარ შენი. ძალიან ბევრ რაღაცას გიკეთებს მართლა და მაგინო მგონი ძალიან ადამიანური გრძნობა არის რომ ვიცი რომ 5 საათიან ჯაფას აგარიდა თავიდან ბოლომდე აი ეს არის ძალიან ადამიანური მომენტი. მაგრამ მაინც აი ზღვარი უნდა იცოდე ვისალაპარაკებ, მაგრამ ნელა მესმის რომ უფრო და უფრო რთული გახდება მაგის შემჩნევა, იმიტომ რომ აი ადრე თუ აი ეს ემპათიის უბრალოდ კომპიუტერი ყოველთვის პასუხობდა რაღაცებს და ისის გრამატიკა როგორ გქონდა, ხო იმდენად დახვეწილია რომ შეიძლება მარტივად უკვე აგერიოს, ეს წინ და წინ უფრო და უფრო რთული იქნება რომ გაარჩიო. მე ვფიქრობ. რაღაცა გარჩევის ზღვარს თითქოს და თან კარგად გიცნობს. აი კითხავს რომ უსვამენ, როგორი წარმოგიდგენია, როგორი წარმოგიდგენია ჩემი სამუშაო სივრცე, ამიწყო სურათი, არ ვიცი გიცდია თუ არა. აი კონკრეტულად არ მაგ ბევრი რამ ვიცდია. აი მაგალითად ჩვენ ვკითხეთ, როგორ წარმოგიდგენია ჩემი იდეალური სამუშაო სივრცე. და იმის მიხედვით მე რას ვეკითხებოდი ხოლმე ამდენი თვის წლის განმავლობაში. აწყო ზუსტად ის, რაც მართლა ჩემი იდეალური სივრცე არის. მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ თურმე ჩემს ეს იდეალური სივრცე უნდა ყოფილიყო. და მაგას მე შემეშინა, იმიტომ რომ აი ეს data privacy რაც არის, აი მან ისედაც აი ნაცრის ზონებში დადის, აი არ ხარ დაცულ მაგ მომენტში ვერ ვიგზანი თავიდან. მიუხედავად რომ ჩემგან მიღებული ინფორმაცია და არავის არ დაუძალებია. მაინც მეგონა რომ აი რაღაცა ზედმეტად კარგად მიცნობს. და რატომ? გუში ქონდა ესე შემთხვევა და უნდა კითხო არის თორე ამასთან კავშირში. აი რაღაცას რო ახსენებ მე suggestion-ებში ანუ მართლა ისეთი რაღაცები რაც ცხოვრებაში შეიძლება არ დაგისერჩავს არ მოგიძებნია და უცებ random ესე გიგდებს რაღაც შედ მანქანაზე საუბრობ და უცებ აი მანქანის რეკლამას რო ხომ არ გინდა იყიდა ეს ხელოვნური ინტელექტთან არის დაკავშირებული ხელოვნური ინტელექტი არის ყველანაირი შემოთავაზება შენ რაც მოგდის Facebook-ზე მარკეტებში ყველგან ანუ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენება არის ან ყიდველის ქცევის შესწავლა. ანალიზი. და უბრალოდ საშიში მაშინ არის, როდესაც არა, მაგის უფლება ოფიციალურად არავის და არაფერს არ აქვს და რამდენადაც ვიცი, ჩვენი ტელეფონი, მაგრამ ისედაც ისე მანდ უკვე დილეტანტი ვარ, ანათებს კიდევ მოსმენა თუ საჭირო არა. არ ვიცი, მაგრამ ის ხო სწავლობს შენ ქცევას, ან შენ რომ მიხვედი დასკვნამდე, რომ დღეს რაღაცა ახალი მანქანა მოგინდა, ის ასევე ანალიზებს შენ რამდენიმე თვის ქცევას, მთელი შენი სიცოცხლიდან გამომდინარე და ისიც აკეთებს რაღაცა დასკვნებს შენზე. ამიტომ ძალიან ადვილია, რომ როგორც შენ მიხვედი იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ გონი ახალი მანქანა მინდა, ისიც მივიდეს მანდამდე. რომ ამას შეიძლება ახალი მანქანა უნდოდეს. მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაწერთ თან ხელს რომ ჩვენი ინფორმაცია ჩვენი ნებით რომ არავინ არ კითხულობს და მგონი არის როცა უნდა დავიწყოთ. მეც აი არასდროს წამიკითხე. ხო, Black Mirror-ის ეგრის ისო. ხო, Black Mirror-ის ამბავიც მაგიტო არ მოხდა, რომ Netflix-ე ხალხის პროფილები რო ამოვარდა თურმე ხელი ქონდათ მოწერილი. რომ მათი პროფილების გამოყენების უფლება ქონდათ და ამას არიცოდ. და არავინ არ იცოდა რომ არც არ წაუკითხავს. ყოველსე წვრილად დაწერილ შრიფტში არის ხოლმე ესეთი პატარა რაღაცაები. ყველაფერი იციან ჩვენზე ნე. რასაც შენ აწვდი. აი ეგ ის ყველაფერი. ჩვენი ყველა ცხოვრება ხო მთლიანად ძალიან დიდი დოზით დამოკიდებულია ინტერნეტზე. ჩვენი სოციალური ქსელები, ჩვენი search history, ჩვენი სამუშაო გრაფიკი, საუბრები მათ შორის. რასაც ჩვენს მეგობრებთან ვსაუბრობთ. არის შესაძლებელი რომ ეგ ინფორმაციაც სადმე ინახებოდეს? ზოგადად data encryption-ი რაც არის, როგორც გაჩვენებულ პროგრამას ხმარავ თავისი აქვს და მაგაზე წვდომა იმ კომპანიის გარდა არავის არ აქვს და ის წვდომა რომელიც აქვს, ეს არ არის პირდაპირ წვდომა, ანუ encrypted data არის მაგაზე. მაგრამ თვითონ AI-ს არ აქვს. ეს ოფიციალურად მეც ვიცი არ აქვს. AI რო გამოიყენება ყველა მიმართულებით ამ AI-ს წერის როგორ არ ეცოდინება რას წერ, როცა ინგლისურად რო წერ, ასწორებინა პარალელურად შენ რეჟიმში. ეგეც AI არის. აი გრამატიკას და პუნქტუაციას ყველაფერს პარალელურ რეჟიმში გისწორებს, განსაკუთრებით ვინც ინგლისურად ხშირად წერს. ეგ ხელოვნური ინტელექტი არის. ხო, ეგ არის prediction-ი, რა უნდა დაწერო და გისწორებს, ანუ შენ უკვე აძლევ იმ საშუალებას, რომ იმ მომენტში ისედაც წაიკითხოს რას წერ, რომ მერე გაგისწოროს. ბოლოს მერე აი
აი ეგ არის ნელ-ნელა ძალიან უნდა დავაკვირდეთ ამ data privacy რაც არის, აი კარგად უნდა დავაკვირდეთ, როგორ შეიძლება ჩვენი ინფორმაცია გამოიყენონ. რაც ყველაზე საშიში არის ნელ-ნელა. ძალიან საშიშია. ჩვენ პირადი ცხოვრება ფაქტობრივად უდაბილი გაქვს რაღაც სხვაზე. კი, სხვაზე და არის cloud-ზე თან თავიდან ბოლომდე შენახული, რაზეც შენც კი არ გაქვს ნორმალურად ხანდახან წვდომა. ასე რომ ბევრი ნაცრისფერი ზონა და ბევრი მორალური ნაცრისფერი ადგილები არის, მათ რომელსაც ბევრი ადამიანი, კომპანია, ქვეყანა თავისებურად იყენებს. ცხადია. რამ გამოიწვია აი ჩვენ 90-იანებით გავიყენეთ ხო და მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ ნუ ეს შოქი არ გქონდა ხო რეალურად. და ეხლა მოვჩდით სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტს ვაკეთებინებთ ჩვენს საქმეს. ეს ამ ხელა იმის ნახტომი რამ გამოიწვია შენი აზრით? ამ ხელა ტექნოლოგიური განვითარება, რომ მართლა მანქანები უკვე თვითონ დადიან. რაღაცა გამოგონებები ძალიან დიდ დაიჩვენება მოკლე პერიოდში. შეიძლება ჩვენთვის გონია, მაგრამ როდესაც ისტორიის წიგნებიდან წაიკითხავენ იტყვიან აქედან 50 წელიწადში რაღაც გაკეთდა, მათთვის მართლა პატარა ციფრი იქნება. რიცხვი. მაგრამ არ მიკვირს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი საბაზო გამოყენებას დაიწყეს, აი ჭადრაკი სათამაშებდნენ. ჭადრაკის თამაში იყო. მანდედან ძალიან დიდი დრო გავიდა. ჩვენთვის დიდი დრო გავიდა. ასე რომ ესეთი ირმის ნახტომი, ესეთი უცებ არ ყოფილა. მაგრამ თან იყო, მაგრამ ეხლანდელმა გამოგონებებმა და ტექნოლოგიებმა და რესურსებმა რაც გვაქვს, უფრო და უფრო აჩქარებს რაღაცეების წინ წასვლას. რაღაც ცოტა იმიშეში დამეწყო ამ პერიოდში, რომ რაღაც ძალიან დიდი განვითარების კულმინაციას არ მივახციოთ მოკლე დროში, რაც მერე რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ადამიანებს. ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ. აი თვითმფრინავ მაგალითად დორფრენები შეიძლება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მართოს და ჩვენ პილოტები აღარ დაგვჭირდეთ. დრონები, დრონებსაც მართავენ უკვე ხელოვნური ინტელექტი შეუძლია მართოს, დირექტივა მისცესაც წავიდეს პილოტები. დრონზე ხო არ არის ადამიანის იწესება. მაგრამ კიდევ ერთხელ ანუ მგონი ესეთი რაღაცები მაინც ადამიანური ფაქტორი მაინც უფრო მნიშვნელოვანია, ისევ trolley problems რო დაუბრუნდეთ და გადაწყვეტილების მიღება მაინც რაღაც სფეროებში, რაღაც სფეროში არის ადამიანზე დამოკიდებული, რაც თვითონ კარგად აკეთებდეს. მაგრამ მგონია რომ იმდენ რაღაცას უნდა მივხედოთ დღესდღეობით, შეიძლება იმ განვითარების აფექსამდეც ვერ მიაღწიოს, თუ დედამიწასაც არ მივხედეთ, რა ხდება, რესურსი არ გვაქვს, ანუ ამოწურვადია ის რესურსი, რაც გვაქვს. ეს ზუსტად ამ რესურსზე არის ხელოვნური ინტელექტით დაფუძნებული ყველანაირი ტექნოლოგია, რაც ჩვენ გვაქვს დაფუძნებული და თუ ამასაც არ მივხედეთ პარალელურად, შეიძლება იმის დროც არ შეიძლება 100 და 200 წელიწადში, მაგრამ არც მიეწეს რაღაც იმ აპექს რომ მიაღწიოს. ასე რომ ბევრი ფაქტორია ეს თეთრი და შავი არ არის რომ მაინც ამის იქ მივალთ პირდაპირ. ეს მესაც ელენე რა მომენტში ცოტა მე მაქვს ნაცრისფერი ზონა და მე მინდა რომ გამარკვიო და ვერ ვიგებ თუ ხელოვნურ ინტელექტს ყველანაირი ინფორმაცია აქვს ადამიანისგან მიწოდებული და ჩვენ ვისაუბრეთ რომ კრეატივში გამოიყენება მარკეტინგში კრეატივის მიმართულებით, ხო? როგორ შეიძლება რომ კონდეს კრეატივი იმას, რაც ადამიანისგან არის შექმნილი? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხელოვნური ინტელექტი აკეთებს ადამიანის ემოციას. ადამიანს აქვს ხო, მაგრამ კრეატივი ვაწვდით ამ ინფორმაციას და კრეატივის კონცეფციურად ხო კრეატივი რა არის? ჩვენზე მეტი ინფორმაცია კრეატივზე, სიტყვის მნიშვნელობაც ესმის. ასევე წარმატებით ხო შეიძლება ესმოდეს რა არის ემპათია, რა არის აღიარება, რა არის დანაშაულის შეგრძნება. პირობითად როგორც იცის კრეატივი ხო ზუსტად ისეთივე მიმართულებით შეიძლება იყოს ემოციური მაინც რაღაცები ემოციური ინტელექტის ქონაზე არის. აი ეს ემპათია უფრო ემოციური ინტელექტისკენ, EQ-სკენ უფრო მიდის შემთხვევით და მაგიტომ. მაგრამ კრეატივი არ ვიცი, რამდენიმე წლის წინ მაგას არ იცახდნენ, რომ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ადამიანი ჩაანაცვლოს კრეატივის უნარიც არ აქვს. კი, იცახდნენ.
ეხლა ჟანრებს აკეთებ, მუსიკალურ ახალ ჟანრებს ქმნის, სიმღერას წერს, ტექსტს წერს, ხატავს, ქმნის არტს. და ისწავლა, ვითარდება, სწავლობს. და ვის ეკუთვნის პირობითად ეს შექმნილი მუსიკა, ანუ ავტორი არის ხელოვნური ინტელექტი? აი, მაგაზე ძალიან ბევრი პრობლემა გაჩნდა. რამდენადაც მახსოვს, ის ჰოლივუდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს უთხრეს, რომ ემღერა რაღაც კონკრეტული არტისტის ხმით. და შემდეგ ეს გავრცელდა. და იმღერა, ჩვეულებრივად დაწერა, თუ არ ვწდები, ჯასტინ ბიბერის ხმით, რაღაცა ცნობილი პოპ შემსრულებლის ხმით, რაღაცა ტექსტი უთხრეს, რომ ემღერა. მგონი მუსიკაც კი დაუწერეს, ანუ დაწერეს, თვითონვე გააკეთა და ამღერეს. და ამაზე გაჩნდა მე ძალიან დიდი დავა, რომ რამდენად შეიძლება კომპიუტერმა პროგრამამ გამოიყენოს შენ დავკითხავ ჩვენი ხმა. და აი ილონ მასკის girlfriend-ი თუ ცოლი ვინც იყო Grimes, თუ Grimes-ის რა ხმელი. გოგო ვინც არის მომღერალი. Afterlife-ში ვინც არის. აი მაგრამ ერთად დაწერა რომ მე თავისუფლად ვაძლევ ყოველს უფლებას, რომ ხელოვნური ინტელექტით და ჩემი ხმით გააკეთონ რაც უნდათო. და ან საავტორო უფლება გასცა თავისი ხმის, ალბათ ეს ბიუროკრატია მე ზუსტად არ ვიცი. მაგრამ სხვებთან ნამდვილად პრობლემა არის, იმიტომ რომ ერთი რომ შეიძლება იმიჯი დააზარალა რამდენიმე სიმღერამ, იმიტომ რომ სანამ ხალხმა გაიგო რომ არ არის გამოშვებული, იმიტომ რომ Spotify-ზე არ შემოწმება, YouTube-ზე იქ რამდენი შეიძლება კონკრეტულ ადამიანთა სასამართლო დავაც მოგიწიოს, სადაც შეიძლება რომ ვერც კი, მე თვითონ უკვე კომპანიას იმ ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიასთან გაგვშვენ დავა, რომ შენი ხმა გამოიყენა ლიცენზიის გარეშე. ცხადი, ან რომელიმე კონკრეტულ მომხმარებელმა და ძალიან ბევრი დავა იწყება ნელ-ნელა ამაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი როცა იყენებს სხვის ხმას, likeness მიბაძოთ, იმიტომ რომ მარტო ხმაზეც ხო არ არის შეუძლია ვიდეო აგიწყოს ჩვეულებრივად, სადაც ძალიან ცუდი ხარისხის ვიდეო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგეც დაიხვეწება ნელ-ნელა, შეიძლება ვერც გაარჩია იმ deepfake-ები რაც არის, რომელსაც ამდენი დრო უნდა რომ გაკეთდეს, ახლა მივა იმ დონეზე, რომ ეთქვა, რომ ჩემი საყვარელი მსახიობი მინდა მღეროდეს, როგორც არ ვიცი, რაც სხვა ჩემი საყვარელი მომღერალი ბუნებაში. და აწყოს ეს ყველაფერი. ყველა ადამიანის ფანტაზიის განხორციელების იარაღია. კი, მაგრამ შეზღუდვა მაინც ექნება, გიწერს, აი რაღაცა კითხავს თუ რომელიც მაგალითად ისეთ რაღაცას ეხება, რომელიც შეიძლება კრიმინალთან იყოს ახლოს, ან კონტროლირებადი substance შეიძლება იყოს, აი თუნდაც რო გაინტერესებდეს, არა იმიტომ რომ სერჩავ, მაგრამ აი კითხე, რომ აი ეს რა არის. ზოგი AI არც გაძლევს იმის უფლებას, რომ მოგაწოდოს ეგრევე გეუბნება რეგულაციების მიხედვით, მე არ მაქვს იმის უფლება, რომ მოგაწოდო ესეთ და ესეთ რაღაცაზე ინფორმაცია. ჯერ ანუ არის ბერკეტები, ამიტომ რა რაღაცეებზე რომ აღარ გააკეთოს. ან შეიძლება რომ რეალური და გამოგონილი სამყაროს წინაშე აღმოჩნდეს, სადაც ჩვენ ვერ გავიგებთ რაღაც რეალურია, თუნდაც ვიდეო, თუნდაც ფაქტი, თუნდაც წესებულება, თუნდაც რეპორტაჟი, ჩვენ ვერ გავიგებთ ეს რეალურია თუ არ არის. ანუ შეიძლება რომ სრულად სიცრუეში და გამოგონილ სამყაროში მოგვიწვიოს ცხოვრება და ვერც აღვქვათ რომ ეს აი მაგიტომაც ემატება უკვე ნელ-ნელა Instagram-ზე შეამჩნევდი რომ უკვე არის იქ რომ AI-ის გაკეთებული არის ან რამდენად არის, ამიტომ პატარა ბერკეტები უკვე ნელ-ნელა ემატება იმისთვის რომ ხანდახან იმდენად კარგია რომ ვერ გაარჩევ რომ კონტროლი ისევ და ისევ დაწესდეს, ისე რომ იცოდე რომ ხომ არ შექმნა, ხომ არ გააკეთა, შეხედა. გაარჩიო, მაგრამ ნელ-ნელა შეიძლება ვერ შევძლოთ გარჩევა. ნელ-ნელა და ამისთვის შემოუყვა რეგულაციები. თუ რაღაცებს ვკითხულობ და ვერ ხვდებით ის ადამიანის დაწერილია თუ ხელოვნური ინტელექტის კომენტარი იქნება ეს თუ სტატია, ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ ბევრი რაღაც disclaimer-ში ქვემოთ უნდა გქონდეს აუცილებლად დაწერილია სიტყვაზე. ისე სხვა თავისით ვერ მიიღებ და გაწოდილებას რომ ხო სტატია დაეწერა რაღაცაზე. უნდა დაწეროს, რომ ან შექმნილია რაღაცა კოლაბორაციიდან შეიქმნა დახმარებით ზუსტად, იმიტომ რომ ხა იმას არ დაისწრება რომ დღეს ყვავილებზე დაწეროს თავისით რა ვიღაცა არ ვიცი რა აი ამ და ამ ყვავილზე მინდა ესა და ეს თემა, ესა და ეს სტილი და მე უნდა იყოს
მითითებული. უნდა იყოს, მაგრამ ეს გვქონია ცოტა კეთილსინდისერება. კეთილსინდისერება, კი, თავიდან ბოლომდე, მაგრამ აი როცა უკვე სურათებს და ადამიანებს შევხვდეთ, ან რეალურ ადამიანებს, მან აუცილებლად უნდა იყოს. აი უკვე ნამდვილად ის ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიგოს, რომ ეს არ არის ნამდვილი. ზუსტად. თავი აი უნდა იყოს, ეს არ არის ნამდვილი. კი. და დამატებით კიდე რა გამოყენების გზები შეიძლება გამოუძებნოთ ხელოვნურ ინტელექტს? უკვე თითქმის ყველაფერში იყენებენ, უფრო აქტიურად მედიცინაში კიდევ უფრო მეტად. ეს ცოტა სენსიტიური საკითხია. ხო, მაგრამ მედიცინაში ახალი მე რამდენადაც ვიცი, ახალი ნივთიერებების შექმნისთვისაც კი იყენებენ. ვერ შექმნილ თეორიულ დონეზე. ასევე ძალიან ეხლა იყენებენ ისეთ ტექსტების გადასართარგებლად, რომელსაც ვერავინ ვერ შიფრავდა. მიადგნენ ისეთ რაღაცებს. თუ ვერ ისე ნახე თუ ვერავინ შიფრავდა, ვინ ჩაუდო ეს კოდი ხელოვნური იმიტომ რომ შენ თუ შიფრავ ერთი რაღაცის მიმართულებით ერთზე გაქვს მარტო ხო ინფორმაცია რომ გქონია რომ ეს შეიძლება იყოს სილვაზე ქართულზე დაფუძნებული მარტო ამაზე გაქვს ინფორმაცია. კი, ვიღაცას სხვაზე აქვს და ეს მაგრამ AI-ს თითქმის ყველაფერზე აქვს ცუდა მაიცის და შეუძლია პარალელურად ანუ რასაც შენ მოგიწევდა შენი სპეციალობიდან გამომდინარე მარტო ამ ჭრილში უყურების ყველა ჭრილში შეხედავს და უბრალოდ იპოვის უბრალოდ. ანუ მას აქვს უბრალოდ ყველა ინფორმაცია, რომელიც მე ფიზიკურად ვერ მეკითხება. ფიზიკურად ვერ. და პარალელურ რეჟიმში ახერხებს, რომ ეს ყველაფერი გაფილტროს და დააკავშიროს ერთმანეთთან. და რას ყვებოდი, რას საინტერესო გამოყენების ხსები. ხო და რა შიფრავენ, როგორღაც რამ ტექსტები, რომლებიც აღმოჩენილი არქეოლოგების მიერ, რომლებსაც დიდი ხანია ვერ გაიგეს რა წერია. და ამის რამდენიმე მცდელობა გქონი ადამიან ჩვეულებრივმა არა არქეოლოგებმა და შეძლეს აი ეს უბრალოდ მოყვარულებმა შეიყვანეს და რაღაცები გაიშიფრა. ელენა, უღრმესი მაგალითი საინტერესო საუბრისთვის. მე ისა ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული, რომ კარგი იდეა ჩვენი ცხოვრების მასე მიბმა, რაც ამხრივ ხდება. თუმცა ძალიან მეხმარება და მე ძალიან მადლიერი ვარ. ჰიბრიდი ყოველთვის კარგია. ხო, ჰიბრიდი, აი ყოველთვის აუცილებელია დავიცოთ ის როცა შუალედური ზღვარი, რაც ოქროშუალედ ცოცხალია. ძალიან საინტერესო შემოსაუბარი. უღრმესი მადლობა რომ მოხვედი. და ამდენი ინფორმაცია გაგვიყვანეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. დროებით. გავშტარებით.